შორეული ქვეყნიდან საქართველოში მოდის ნინო. მას ხელში ვაზის ჯვარი უჭირავს, თავისივე ნაწნავით შექმნილი. კონკურსი იყო გორის მასშტაბით ჩატარდა პროექტი თემაზე ქრისტიანობის როლი საქართველოში, ქრისტიანულმა რელიგიამ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ზოგადად რა შეაისახა. აქ იყო პროექტში უამრავი ვარიანტები. იყო ვის რა შეეძლო, ანიმაცია გაეკეთებინა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გაეკეთებინათ ესე დაეწერათ, პრეზენტაციის აწყობა, ნარკვევი გაეკეთებინათ და ბოლოს რომ ჩავყევი, იყო ასეთი თეატრალიზირებული. რამაც ძალიან დამაინტერესა, სხვა ვარიანტები აღარც გამიხილია და მაშინ ავიტაცე, რასაც ქვია ეს თემა და გადავწყვიტე რომ მე-6 კლასში გამეკეთებინა ეს პროექტი. გამარჯვებულების გავხდით, იყო ძალიან ლამაზი, სანახაობრივადაც ძალიან ლამაზია. თემა ხო თავისთავად საინტერესოა, ნინოს შემოსვლა საქართველოში, როგორ შემოდის, როგორ სიახლე შემოაქვს ქვეყანაში, როგორი უცხოა, როგორი ახალია ყველაფერი, იმ დროს კეთთაყვანისმცემლობა, რომელიც ფაქტურად ვერც კი წარმოუდგენიათ ხალხს ახალი, როგორ უნდა მიიღონ, ხო? და აი ეს ამ ყველაფერში ბავშვები იყვნენ ჩართულები, მუშაობდნენ და ფაქტურად თვითონაც ეზიარნენ ძალიან არა იმ მე-4 საუკუნეში, ფაქტურად მოსწავლეებიც ფაქტურად ძალიან ბევრ რამეს ახალს ეზიარნენ. მშვიდობა თქვენ და კეთილო ადამიანებო. ვინ ხარ და საიდან მოდიხარ? უცხოთ გვეჩვენე. მე ვარ ნინო, კაბადოკიიდან. მოვედი რომ ცოცხალ ღმერთზე გესაუბროთ. მე მოგიტანთ ქრისტეს სწავლება, სიყვარული და სიკეთე. მიეწოდა თუნდაც ის ინფორმაცია მე-4 საუკუნეში, როგორი დამოკიდებულება იყო ქალსა და კაცს შორის, როგორი ჩაცმულობა ჰქონდათ, რა თვითონ ქალის როლი როგორი იყო, აი თუნდაც ის ნინო რომ შემოდის, აი ამაზე მოგვიხდა მუშაობა, რომ შენ ხარ ქალი, მოდიხარ მარტო მოგზაურობ და ამ დროს მამაკაცი მწყემსები მათ უნდა გაესაუბროს. აი ესეც იყო რაღაც, როდესაც მე ავუხსენი, როგორი რიდით უნდა შეხვედროდნენ თვითონ მწყემსი ბიჭუნებიც. აი ყველაფერი წვრილმანი ჩაცმულობა, გვირგვინების დამზადება, მაგალითად ქურუმი, ვინ იყო და რა დატვირთვა ჰქონდა, აი აქ გაიგეს ამ დროს და აღმოაჩინეს. რატომ უნდა დავიჯერო ჩემი? მართლაც ჩვენზე რა ვეხმაროთ? ჩვენ არ ვიცნობთ მას. რა სხვას? აი ნანა დედოფლის შემთხვევაში, როდესაც ის არის პირველი ქალბატონი, როგორი დამოკიდებულება არის, თუნდაც მოახლე გოგო რომ შემოდის და ყველაფერს მოახსენებს, ამაზე მოგვიწია ძალიან დიდი ვარჯიში, როგორი მოკრძალებით უნდა შემოსულიყო, როგორ უნდა მოეხსენებინა. და ასევე მეფესთან მუშაობაშიც რა თქმა უნდა და ის მინდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი რამე გაიგეს თითქოს ერთი შეხედვით ერთი თემა, მაგრამ აი აქ ამ თემაში ძალიან ბევრი რამე გამოიკეთა და ძალიან ცოდნის დიდ რაოდენობას ეზიარნენ ბავშვები. მშვიდობა თქვენ და დედოფალი. ჩემმა ღმერთებმა ვერაფერი მიშველეს. ილოცენ ცოცხალი ღმერთის სახელზე გჯეროდეს განიკურნები. მუშაობის პროცესი იყო ძალიან სახალისო. გაკვეთილის ჩატარების შემდგომ 15-20 წუთს შემოვიტოვებდით და იმდენად მოსწონდათ ეს ყველაფერი, რომ სხვა დღეებშიც მიუხედავად თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგანი ისტორია კვირაში 2 ჯერ ტარდება და უსურვილი ჰქონდათ, რომ სხვა დღეებშიც მოსულიყავი და ასეთვე მიცადინა. ну რა თქმა უნდა ყველაფერი რეჟიმით გაწერილი იყო და ამ 2 დღეზე გადავანაწილეთ, დროშის გაწერილები ვიყავით, ასევე სცენარიც კრიტერიუმები იყო შერჩეული, 3 წუთს არ უნდა გასცდენოდა და გავაკეთეთ ეს ყველაფერი. გადავგზავნეთ და ცოტა ხნის უკან მოვიდა გზავნილი, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამარჯვებული 10 გამარჯვებულთა შორის. მე-6 კლასი, ესენი არიან საუკეთესო ბავშვები, მე-6 კლასელები, რომლებსაც მიიღეს კონკურსში მონაწილეობა. სკოლებს შორის გამართული კონკურსი იყო ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ისტორიის მასწავლებლებს ქალბატონ შორენა ელიაურს და ძალიან დიდი მადლობა მათ დამრიგებას ქალბატონ ელენა ნადიბაიძეს და რა თქმა უნდა ბავშვებს და გამარჯვება ჩვენ სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლა ვაქცია და
პატარა საჩუქრები გამოგიგზავნეს. ბევრმა ბავშვმა ისეთი წვრილმანი და ისეთი დეტალი აღმოაჩინა ამ მუშაობის პროცესში. აი გაგიკვირდება და საგაკვეთილო პროცესში ამ მისი აღმოჩენა შეუძლებელია ფაქტიურად. სკოლიდანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა, ქალბატონი ელენი, ასევე კლასის დამრიგებელი, რომელიც ძალიან ამომიდგა მხარში და ძალიან იმეგობრა ჩვენთან, ჩემი არყოფნის დროს ისიც ასევე იღებდა მონაწილეობას მუშაობაში. არ ვიცი, დირექციიდანაც აი ყველას დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ ქრისტიანობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა გადაშენებას.